ყველაზე ხშირად სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო უპირისპირდებოდნენ და მოქმედი ხელისუფლება, რომელსაც ოპონენტები ნაციონალური მოძრაობის დროინდელი მანკიერი პრაქტიკის შენარჩუნებასა და დახვეწაში სდებენ ბრალს. დღეს 19 საათზე ვახოს ანაიას ამბები. ამბები დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და ჩვენი სტუმარია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი და გუნდის ახალი ლიდერი, ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე. მე მას მივესალმები. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, რომ იღებ გადაცემაში მონაწილეობას. გადაცემის პირველმა სტუმარმა ძალიან მძიმე ბრალდებები სახით გააკეთა დღეს და არა მარტო დღეს, ბოლო დღეებში განცხადებები და ამ ეთერშიც, რომ დღეს საფრთხის წინაშე დგას სახელმწიფოებრიობა, რომ გააქტიურებულები არიან პრორუსული ძალები და როცა მე მას ვთხოვე და ეკონკრეტებინა, არის თუ არა ეს პრორუსული ძალა და პრორუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება. პაატა ბურჭულაძემ თქვა, რომ ის სწორედ ხელისუფლებას გულისხმობს. ის აცხადებდა, რომ დღეს არის უმძიმესი სიტუაცია, სუსის მოსმენები, ფარული ჩანაწერები და ასე შემდეგ და ასევე ცილის მწამებლური კამპანია ოპონენტების წინააღმდეგ, რის გამოც იგი ივანიშვილისგან, თქვენი გუნდის ლიდერისგან მოითხოვს ბოდიშის მოხდას. მე მინდა სწორედ ამ თემებზე საუბრი დავიწყო თქვენთან ინტერვიუ. რა სიტყვით ამ ბრალდებებზე? პირველ რიგში მოგესალმებით ჩართვისთვის. რაც ახლა ბატონ ბაატას ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ყველა ხედავთ ამას პოლიტიკური თვალსაზრისით მის პარტიაში რა ხდება და შემდეგ ეს ყველას თვალწინ ხდება ეს ყველაფერი. მძიმე მდგომარეობაშია ბატონი ბაატა, მისი პოლიტიკური პარტია, მისი საარჩევნო სუბიექტი და აქედან გამომდინარე არ გვიგვრის ჩვენ ასეთი განცხადებები. ესეთი განცხადებები აქამდეც კეთდებოდა, თუმცა ყოველთვის კეთდებოდა ეს განცხადებები კონკრეტიკის გარეშე. ანუ საუბარი იყო მაგალითად სუსის მონაწილეობაზე გარკვეულ პროცესებში, სხვა განცხადებები კეთდებოდა, არასდროს არ მოგვისმენია ჩვენ კონკრეტიკა. და ამას მარტივი მიზეზი აქვს კონკრეტიკა, იმიტომ არ აქვთ ჩვენს ოპონენტებს, რომ ეს კონკრეტიკა უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. საუბარია კონკრეტულ ჩანაწერებზე ადებს ის ხელისუფლებას ხელს, რომელიც იხილა სრულიად საქართველოს მხედველობაში მაქვს ნიკა გვარამიას. სამწუხაროდ განცხადება არ მომისმენია. თუ საუბარია გვარამიას და ბაატა ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერზე, ეგრეთ წოდებულ ფარულ ჩანაწერზე, ამაზე მან ნიკა გვარამიასთან ნაცმოძრაობას უნდა მოკითხოს. არაფერ შუაში არ არის, არც სუსი, არც ხელისუფლება, არც ქართული ოცნება. ამ ყველაფერთან ძალიან მარტივი ლოგიკა დგას ამის უკან, ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი ეგრეთ წოდებული ფარული ჩანაწერის გავრცელება, ამაზე შეგვიძლია ვიმშელოთ და მარტივი დასკვნით შეგვიძლია, ასე ვთქვათ, კვალი მივიტანოთ ჩვენ სწორედ ნაცმოძრაობამდე და ნიკა გვარამიამდე, რომელიც არის ერთ-ერთი აქტიური სახე ამ პოლიტიკური პარტიის. ბატონო ირაკლი, ანუ ქართული ოცნება ბოლომდე რჩება თავის პოზიციაზე, რომ ეს ნაციონალურმა მოძრაობამ გაუკეთა პაატა ბურჭულაძეს და არა სუსმა, არა შესაბამისმა სტრუქტურებმა, ვიზეც ბრალდება გვესმის ამ ბოლოს სამითო. ძალიან მარტივად ვთქვათ, რა ჩვენ ინტერესებში, ხელისუფლების ინტერესებში, ქართული ოცნების ინტერესებში არანაირად არ შედიოდა ამაშხო დამეთანხმებით ასეთი ტიპის ჩანაწერის გავრცელება. ნებისმიერი ტიპის ჩანაწერის გავრცელება საბოლოო ჯამში მიდის ხოლმე იქამდე, რომ ვიღაცები საუბრობენ ხელისუფლებაზე, რომ თითქოს რაღაც მოსმენები გრძელდება და ამ შემდეგ ჩვენს ინტერესებში არანაირად არ შედიოდა ასეთი რამის გავრცელება, არანაირი პოლიტიკური ქულა, არც ჩვენ სასარგებლოდ, არც ოპონენტის საწინააღმდეგო ამით ჩვენ არ დაგვიწერია, არანაირი ინტერესი არ ჩანს აქ არც ხელისუფლების და არც კონკრეტულად ასე ვთქვათ პარტია ქართული ოცნების. ძალიან მარტივი ლოგიკა, ეს ლოგიკა პირდაპირ მიანიშნებს იმასე, თუ ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ასეთი ეგრეთ წოდებული ფარული ჩანაწერის გავრცელება და მინიშნება უკვე გავაკეთე, ეს არის ნაცმოძრაობა და მისი ერთ-ერთი აქტიური სახე ნიკა გვარამია, რომელიც იყო ერთ-ერთი მონაწილე იმ საუბრის, რომელიც გავრცელდა. ეგ ძალიან ბევრი ხელოვნური ფრაზა იყო, ესეც კიდევ ერთი ლოგიკური, ძალიან ბევრი ხელოვნური ფრაზა, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს იმასე, რომ ნიკა გვარამია წინასწარ ამ ჩანაწერის გავრცელების განზრახვით მოქმედება. კი ბატონო, თუმცა თავად პოლიტიკური პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ შემაშფოთებელი სიტუაციაა დღეს ქვეყანაში, დღეს საფრთხის წინაშე დგას სახელმწიფოებრიობაო ბრძანა ბურჭულაძემ, რომელსაც 25 წელია ვაშენებთ კგბ-ს მეთოდები და პრორუსული ხელისუფლება. ეს დღევანდელი ეთერის ერთ-ერთი ნაწილი იყო და
აი მე როცა ვთხოვე ბატონ ბურჭულაძეს დაეკონკრეტებინა რაში ხედავს იგი პრორუსულობას ქართული ოცნების მან თქვა რომ მაგალითად შენელებული ტემპებით ვიზა ლიბერალიზაციის პროცესიც საკმარისია იმისთვის დავასკვნათ რომ ეს არის პრორუსული ხელისუფლება და კგბ-ს მეთოდები რომლითაც ისინი მართავენ ქვეყანას ამაზე მინდა თქვენი პასუხი და შემდეგ უკვე სხვა კითხვა უნდა დაგისვათ ზოგადად პაატა ბურჭულაძის რიტორიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს პირდაპირ ვიტყვი რომ პოლიტიკური სიმწიფე ვერ გამოულინა ამ ადამიანმა მისი ასე ვთქვათ პოლიტიკური საქმიანობის დაწყების დღიდან ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო გარკვეული სეგმენტი საზოგადოების რომელსაც ჰქონდა მოლოდინი თუმცა ეს მოლოდინი მთლიანად გაუცრუა მათ პაატა ბურჭულაძემ და მისმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ რაც შეეხება ადამიანის უფლებებს დემოკრატიას საგარეო პოლიტიკას აქ ჩვენ თავდაცვით პოზიციებში ნამდვილად ვერ ჩავდგებით და არ ჩავდგებით ეს არის ზუსტად ის სფეროები სადაც ქართულ ოცნებას აქვს ყველაზე დიდი მიღწევები ადამიანის უფლებებს რაც შეეხება ვერავინ ვერ უარყოფს ოპონენტებიც კი ვერ უარყოფენ იმას რომ აქ არათუ წინსვლა და პროგრესი აქ ფუნდამენტური ცვლილება მთლიანად გადატრიალდა სიტუაცია ამ კუთხით საქართველოში იყო ტოტალური ხელყოფა ადამიანის ღირსების ეს იყო პრაქტიკა რომელიც იყო ჩამოყალიბებული 2012 წლამდე და სწორედ ეს პრაქტიკა დასრულდა საქართველოში იმ დემოკრატიული გარდატეხის შედეგად რომელიც შედგა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ 2012 წელს იგივე ეხება დემოკრატიას იგივე ეხება ასე ვთქვათ ინსტიტუციებს რომლებიც დემოკრატიულ სისტემას ქმნიან მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს გახსოვთ რა ხდებოდა საქართველოში სოდი და კუდი რომელიც გაუქმდა პროკურატურა რომელსაც პირდაპირ თავზე ეშდა ზურაბადიშვილი და რომელიც თლიანად მართავდა იქ პროცესებს და როგორ აკეთებდა ამას ესეც კარგად თუმცა დღეს თქვენი ოპონენტები ამბობენ რომ სოც და კუც უბრალოდ სახელი შეეცვალა და სუსი აკონტროლებს დღეს წინასაარჩევნო პროცესს ბატონო ირაკლი სხვათა შორის რესპუბლიკელებმა პარასკევს ჩემს ეთერში თქვენ ამას როგორ შეიძლება სერიოზული პასუხი გავცეთ კი ბატონო რომ თავის დროზე სუსი აკონტროლებდა თქვენს საარჩევნო სიებს ამაზე იყო თქვენი ყოფილი პარტნიორების განცხადებაც მაგრამ მე არ მინდა მარტო პაატა ბურჭულაძის თემაზე კომენტარი შემოვიფარგლოთ მემორანდუმი რომლის ინიციატივით ამას რეაგირების გარეშე არ დავტოვებ თქვენი ნებართვით რეაგირების გარეშე როცა საუბარია გარკვეულ ბრალდებებზე კომიკურ ბრალდებებზე რაღაც ფაქტებზე რომლებიც ბუნებაში არ არსებობს არ ვიცი შეუძლიათ მათქვან რომ ეს ასე იყო და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ასე არ იყო რეალურად თავის დროზე ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს როდესაც სოდი, კუდი, შსს და ყველა ერთად ერეოდნენ იმ დღეს ოთოკახიძემ აღიარა პირდაპირ ეთერში რომ ნაცმოძრაობას ექვემდებარებოდა პირდაპირ სამართალდამცავი ორგანოები. როცა ეს სისტემა არსებობდა 2012 წლამდე ამის შედეგებს პირდაპირ ხედავდით ჩვენ ეს ყველაფერი საჯარო იყო, ყველაფერი ღია იყო, ეს ყველაფერი იყო გამოხატული იმაში, რომ ადამიანები ჩურჩულით ლაპარაკობდნენ ქუჩაში, ეს ყველაფერი გამოხატული იყო იმაში, რომ თბილისის ქუჩებში და რეგიონებში არც ერთი ბილბორდი არ ქონდა, არც ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას გადით ქუჩებში და ნახეთ რა ხდება. სწორედ ქუჩაში იგრძნობა ყველაზე მეტად დემოკრატია, ადამიანებს ლაპარაკის არ ეშინიათ, გადაჭრელებულია ქალაქის ქუჩები და რეგიონები ოპონენტების ბილბორდებით, ბანერებით და სააგიტაციო მასალებით. ეს ყველაფერი არის ფაქტი და დანარჩენი არის ყუილი ლაპარაკი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია მოусმინოთ, შეგვიძლია არ მოусმინოთ. არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს, პირიქით კონკრეტიკა არის გარეთ, არის საჯარო და ეს ყველაფერი ზუსტად იმას ცხაწყობს, რასაც ჩვენ ლაპარაკობთ. ბატონო ირაკლი, მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, აი ამ ყველაფრის ფონზე, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ამის მიუხედავად უკვე ჩვენ ვნახეთ განცხადებები, მაგალითად დღევანდელი საგანგებო ბრიფინგი, სადაც ლევან გოგიჩაიშვილის შტაბში მისულ ადამიანებს ადანაშაულებდით, რომ ისინი იყვნენ მაგალითად ნაციონალური მოძრაობის წევრები, თუმცა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ პირები, რომლებსაც ქართული ოცნება პროვოკაციაში ადანაშაულებს, ნაციონალური მოძრაობის შტაბიდან დიდი ხნის დათხოვნილები იყვნენო. ხელისუფლების სახელით თქვენ საუბრობთ მემორანდუმზე, რომელსაც თავაზობთ ოპოზიციას, ოპოზიცია კი გეუბნებათ, რომ ჯერ ის საქმეები უნდა იქნას გამოძიებული, რომელსაც აქამდე ქონდა ადგილი და მერე შეიძლება რაიმე ტიპის შეთანხმებაზე საუბარი. ეს ყველაფერი იმაზე ხომ არ მეტყველებს, რომ წინა საარჩევნო დარჩენილ 3 კვირაში სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს.
პირველ რიგში რაც შეეხება გოგიჩაიშვილის ოფისში მომხდარ ფაქტს, ნამდვილად არ იყვნენ პირდაპირ გეტყვით ეს ადამიანები ნაცმოძრაობის საქმიანობიდან ჩამოშორებული, ერთ-ერთი მათგანი იყო უბნის უფროსი და ის დღემდე იყო ჩართული ნაცმოძრაობის საქმიანობაში ძალიან აქტიურად. მას ჰქონდა 2016 წელს გაცემული პარტბილეთი, თან და ეს შემდეგ. ეს იყო ძალიან მარტივი, ძალიან ბინძური პროვოკაცია და მე კიდევ ერთხელ მადლობას გადავხდი ოფისში წარმოქმნილი თითოეულ აქტივისტს იმისათვის, რომ ეს პროვოკაცია აქვეთეს დროულად მოახდინეს. მაგრამ ამ პროვოკაციაში პირიქით თქვენ გადანაშაულებთ ნაციონალური მოძრაობა თეთრი ძაფით ჩვენ როგორ გადანაშაულებს თეთრი ძაფით ნაგერი საქმეა ორი კაცი ნაცმოძრაობის აქტივისტი სამი უფროსურად შევიდა ჩვენს ოფისში ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში მათ ეცვათ ქართული ოცნების მაისურები და ქამარში ჰქონდათ გარჭობილი პისტოლეტები და ძალიან მარტივად გაირკვა რეალურად რა იყო ამოცანა იყო მარტივი უნდა გადაიღოთ გარედან ეს ყველაფერი გარედან უნდა ეჩვენებინათ ის რომ თითქოს გოგიჩაიშვილის შტაბში იკრიბებიან კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები რომლებიც იარაღს ატარებენ და ეს ყველაფერი მეორე დღეს გამოჩენებული იქნებოდა უკაცრავად ჟარგონისთვის რუსთავიორის ეთერში და იტრიალებდა რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ძალიან მარტივად დაგეგმილი ბინძური პროვოკაცია და ეს არის ზოგადად დამახასიათებელი ნაცმოძრაობისთვის ისინი გეგმავენ ძალიან მაგრები არიან ასეთი პროვოკაციების მომფიქრებაში თუმცა აღსრულება ძალიან უჭირთ ამის რესურსი არ აქვს ეს არის კიდევ ერთხელ ძალიან უსუსური პოლიტიკური ძალა რომელსაც ჩვენ არანაირად არ მივცევთ ბუნებრივია არეულობის შემოტანის საშუალებას და შემოგაშველებთ ეხლა კონტრარგუმენტს რომელზეც სევდია უგრეხელიძემ გააკეთა განცხადება თქვენ წეღან ბრძანეთ რომ მანდატებით იყვნენ აღჭურვილი და ნაციონალურ მოძრაობის მანდატებსო რაც შეეხებაო ჩვენთან მარტივად ელექტრონულადაა გაწევრიანება შესაძლებელი და შესაბამისად არც მანდატის გაცემა სირთულესთან დაკავშირებული და ეს ყველაფერი პირიქით იყო ქართული ოცნების პროვოკაცია ასე გპასუხობთ ყოფილი სახელმწიფო გუნდი ლევან გოგიჩაიშვილის შტაბში მომხდარავდა ასეთი სასაცილო არგუმენტი მე ჯერ არ მომისმენია ნაცმოძრაობა თუ ესე პირდაპირ აწევრიანებს ადამიანებს თავის პარტიაში მაშინ საერთოდ კარგად ქონიათ საქმე ეს ყველა მიცის ვისაც პარტიულ საქმიანობასთან ქონია ოდნავი შეხება ყველა მიცის რომ პარტიაში გაწევრიანება მარტივად არ ხდება ეს შეუძლებელია ეს არის სასაცილო არგუმენტი გარდა ამისა ქალბატონი სევდია უგრეხელიძე შეუძლია კომენტარები გააკეთოს იმ ფოტოებთან დაკავშირებითაც რომლებიც ამ დღეების წინ რამდენიმე დღის წინ აქვს გადაღებული ამ ადამიანს თვითონ სევდია უგრეხელიძესთან და ნაცმოძრაობის სხვა აქტივისტებთან კიდევ ერთხელ ეს ადამიანები ძალიან მარტივად შეგვიძლია თქვა იყვნენ პირდაპირ ჩართული არა მარტო წევრები არიან ისინი ნაცმოძრაობის რასაც ქალბატონი სევდია და ნაციონალები ამტკიცებენ ისინი არიან აქტიური წევრები აქტივისტები საუბარია მაგალითად უბნის კოორდინატორის სტატუსზე რომელიც ერთ-ერთ პირს ჰქონდა და კიდევ ერთხელ ფოტოები არსებობს რომლებიც ასახავს იმას თუ როგორ დგანან ეს ადამიანები სევდია უგრეხელიძესთან და ნაცმოძრაობის სხვა წარმომადგენლებთან ანუ თვითონ ისეთი არგუმენტი შემოიტანა ამ საუბარში ქალბატონმა სევდიამ რომ უკან მოუბრუნდა თუ მარტივად იყვნენ გაწევრიანებული და არავინ არ იცოდა მათ შესახებ ნაცმოძრაობაში ფოტოს რანაირად იღებდა ოფისში მასთან ერთად ხო აი სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ ნაციონალები თავს კიდევ ერთხელ ეს აჩვენებს მათ უსუსურობას ნაცმოძრაობა არის აბსოლუტურად უსუსური პოლიტიკური ძალა ისინი ამ უსუსურობის ტყვეობაში არიან ცდილობენ რაღაცნაირად პროვოკაციებით გაამართლონ ისწაგება რომლისთვისაც ისინი არიან განწირული თუმცა ამ გამართლების შანსიც არ აქვს არაფრის შანსს არ მიცევთ ჩვენ ნაცმოძრაობას არც პროვოკაციების არც წაგების რამენერად შეფუთვის ბოლომდე წარმოვაჩენთ საზოგადოების წინაშე ნაცმოძრაობის უსუსურ სახეს და ყველას ვაზიემებთ ნაცმოძრაობის საბოლოო მარგინალიზაციას როცა თქვენ ამბობთ რომ აი ბოლომდე წარმოვაჩენთ ნაციონალური მოძრაობის სახეს და ასე შემდეგ ხომ არ ფიქრობთ რომ ამით მართლა გარკვეულწილად ამყარებთ სხვა ოპოზიციური პარტიების არგუმენტებს რომ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთმანეთს ებრძვიან მაგრამ სინამდვილეში ერთმანეთს აძლიერებენ ძალიან ბევრი თქვენი ოპონენტისგან ოღონდ სხვა პოლიტიკური ძალისგან მე მომისმენია ეს არგუმენტი რომ ოცნება სჭირდება ნაციონალური მოძრაობა გასამარჯვებლად და რომ ნაციონალურ მოძრაობას ხელოვნურადაც ხშირ შემთხვევაში აბრალებენ აძლიერებენ აი ამ თავის პროვოკაციებზე დაბრალებები თუნდაც და ასე შემდეგ იმიტომ რომ გააკეთებინონ ხალხს არჩევანი ცუცსა და უარეს შორის რა სიტყვით ანუ ვაჩვენებთ ბოლომდე მათ სახეს სხვა პარტიებს ვერ ხედავს ქართული ოცნება მოგახსენებთ ჩვენ ყველა ოპონენტს პირველ რიგში ზოგადად პატივსცემთ ყველა საარჩევნო სუბიექტს რომელიც არის წარმოდგენილი ამ საარჩევნო პროცესში თუმცა რაც შეეხება იმ არგუმენტებს რომლებსაც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება ამის კონტრარგუმენტს ჩვენ ყველას ვაჩვენებთ 9 ოქტომბერს 8
ოქტომბრის ღამეს, როდესაც ყველა ნახავს იმას, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს ამ არჩევნებში ქართული ოცნება და ნახავთ ასევე იმას, რომ ჩვენი ამორჩეველი საკადრის პასუხს გაცემს ნაციონალურ მოძრაობას და 8 ოქტომბრის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა აღარ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ჩვენი მას ვის ხედავთ მეორე ადგილზე? ეს მაინტერესებს ახლა თქვენგან. ვის ხედავთ მეორე ადგილზე თქვენ, ბატონო ირაკლი? ჩვენთვის თავარია, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში სწრაფი ტემპით გაჯანსაღდეს ჩვენი პოლიტიკური სისტემა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდნენ ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები. მე კონკრეტიკისგან ბუნებრივია თავში ვიკავებთ, იმიტომ რომ დღეს ვართ კონკურენციის პროცესში. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გაჯანსაღდეს ძალიანად ოპოზიციური სპექტრი, გაძლიერდნენ ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები და მე დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ 4 წლის თავზე ჩვენ თვისებრივად გაჯანსაღებულ პოლიტიკურ სისტემას და პოლიტიკურ კულტურას, პოლიტიკურ სპექტრს მივიღებთ საქართველოში. ეს არის ჩვენი ამოცანა, ყველაფერი გაკეთდება ამის ჩვენ მაქსიმალურად ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს ზოგადად პოლიტიკური სუბიექტების განვითარებას, პოლიტიკური ოპოზიციის განვითარებას. ამისთვის უნდა იყოს ჩართული საკანონმდებლო მექანიზმები, ამისათვის არ უნდა ყალბდებოდეს არჩევნები, რაც იყო ჩამოყალიბებული პრაქტიკა 2012 წლამდე და შემდეგ. ჩვენ ვართ მზად, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ჩვენი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებაში და ჯანსაღი მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებაში. მადლობა. ეს არ უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ესეთი ხელოვნური პროცესების საფუძველზე, რომელიც ჩვენ კარგად გვახსოვს 2012 წლამდე ხელოვნურად ქედემე შექმნა, ხელოვნურად ედპ შექმნა და ასე შემდეგ. საუბარია ჯანსაღ პროცესზე, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში და ყველასთვის ღია და საჯაროდ უნდა წარიმართოს. მადლობა ბატონო ირაკლი და ძალიან მოკლედ მითხარით, უნდა დაგემშვიდობოთ მემორანდუმი, რომლის შეთავაზებასაც თქვენ აპირებთ თქვენი ოპონენტებისთვის ტექსტი, როდის იქნება ცნობილი.